ეს არის იცი რამხელა ეკოსისტემა, მარტო ეს სამი დაცემული ხე. აი ზევით ფუღუროები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ტყე, რომელიც გადაურჩა გამყინვარებას. 2026 წელს არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა უნდა აშენოს ახალი უბანი. არა თუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა. ჭალის ტყე არიდულ ეკოსისტემაში იგივეა, რაც ძუძუმწოვარ ორგანიზმში, თქო ჩვენთ ორგანიზმში სისწარღვეები. ფაქტობრივად სასიცოცხლო ენერგია მოაქვს ამას. ამ ადგილს იცნობენ როგორც კრწანისის ტყეპარკს ან ფონიჭალის ნაკრძალს, ფონიჭალის დაცულ ტერიტორიას. ამის გარდა სივრცე არც რუსთავს არ აქვს, არც ქვემო ტერიტორიაზე თითქმის 2 ჭალამდე არ არის მე მგონი. რატომ უნდა იყოს საერთოდ დაცული ხელუხლებელი და სარეკრეაციო ზონები? ქალაქში ან ქალაქთან ან ცალკე. 1921 წელს ბოლო ვებხვი მოიკლა თბილისის მიდამოებში. ესე იგი, სწორედ ჭალის ტყე იყო გავრცელების გზა, მარშრუტის გზა ვებხვისთვის. ამ ვიდეოს გადაღებაც იმიტომ გადავწყვეტეთ, რომ გვეჩვენებინა, როგორი არის ეს ტყე, რა ხდება აქ. ველური ბუნების სააგენტოს რო გადაეცა, ძალიან გაგვიხარდა, სხვათა შორის ვიფიქრეთ, რომ აი, ვიღაცა კორპუსს არა აშენებს. სინოდვილეში კორპუსს კი ქალაქს აშენებს. თურმე. ეს არის ჭალის ტყე. თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ერთადერთი ხელუხლებელი ბუნებრივი რეკრეაციული ზონა. სხვანაირად მას იცნობენ სახელით კრწანისის ტყეპარკი ან ფონიჭალის ნაკრძალი, სადაც უნდა აშენდეს ახალი უბანი. თბილისის სანაპირო, რომელსაც აშენებს არაბული კომპანია Eagle Hills-ი 590 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც არის აი ამ ტყის ნახევარი. კრწანისის ტყეში, თბილისის სანაპიროს და გონიოში, ჭოროხის დელტაში, გონიო მარინას, ამ ორი ახალი უბნის საინვესტიციო ღირებულება $6 მილიარდ მეტია. სახელმწიფო ამ პროექტის თანაპარტნიორი და 33%-იანი წილის მფლობელია. არაბი ინვესტორი აპირებს პრემიუმ სასტუმროების, გასართობი ცენტრების, მდიდრული საცხოვრებლების, რესტორნების და ბარების მშენებლობას. სულ საუბარია 16,000 საცხოვრებელ ბინასა და 14,000-ზე მეტ სასტუმრო ნომერზე. Eagle Hills-ში მოელიან, რომ უძრავი ქონების 60% საერთაშორისო მყიდველზე გაიყიდება. საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალები კომერციული საიდუმლოა. ქართული ოცნების მთავრობა ამ გარიგებას არნახულ არაბულ ინვესტიციას უწოდებს და ირწმუნება, რომ ტყეს ცუდი არაფერი ელის. გარემოს დამცველები კი შიშობენ, რომ მალე ეს ჭალის ტყეც გაქრება. არა თუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყეპარკის მიმდებარედ, პირიქით გაიზრდება. და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყეპარკს, რეალურად ყველას ექნება ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს სივრცე იქნება აბსოლუტურად ღია ყველა თბილისელისთვის და ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ამ ვიდეოს გადაღებაც იმიტომ გადავწყვეტეთ, რომ გვეჩვენებინა, როგორი არის ეს ტყე, რა ხდება აქ, ვინ ბინადრობს, რა აურა, ვინ დადის. ანუ გვეჩვენებინა ეს ტყე იქამდე, სანამ დაიწყება ეს მშენებლობა. 2026 წელს არის დაანონსებული ამ ახალი უბნის თბილისის სანაპიროს აშენება აქ არაბული ინვესტიციით და როგორც წინასწარ ითქვა, 5 წელში უნდა დასრულდეს ეს მშენებლობა. ეგ არის ზუსტად ის, რაც ჭალის ტყის განმარტება. ჯერ ეს ერთ შეხედა, ნუ ვებერთელა ხე დაეცა. აქ როგორც კი დაეცა, ეგრევე ახალი ის წამოვიდა, იმიტომ რომ გაიხსნა ცის დიდი ნაწილი რა, ანუ სინათლე წამოვიდა. ეხლა ეს დაცემული ხე რას აკეთებს? აი ფუღურო. აი ზევით ფუღუროები.
აი ზევით ფუღუროები. ეს ყველაფერი მაგი აქვს ახლა ათვისებული უამრავ კოდალას, ბუს, პატარა ფრინველებს, კი. მერე აი ეს დაცემული ხეები ამ ქერქის ქვეშ უამრავი მწერი ბინადრობს. უამრავი ქვეწარმავალი, უამრავი მღრღნელი. ეს არის ისი რამხელა ეკოსისტემა. მარტო ეს სამი დაცემული ხე. ხო. არის ვებერთელა რესურსი. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ლამაზია. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ლამაზია. რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ესეთი ტყეები უბრალოდ იყოს, დავანებოთ თავი და არ შევეხოთ ზედმეტად. ნუ როგორი ტყე არის? ეხლა თუ შეხედავ მაგას როგორც რა ვიცი, თბილისში ნებისმიერ სხვა პარკს შეხედავ, ხო? პარკი უნდა გაიწმინდოს, იმიტომ რომ აქ მორები ყრია, აგერ სახიფათოა, იქ დიდი ხეები არის ჩამოწოლილი, შეიძლება რაღაცა რა ვიცი, ბავშვმა გაიაროს და ტოტი დაეცეს. ანუ თუ ეს ვუყურებთ როგორც პარკს და როგორც მთლიანად კულტურულ ტერიტორიას, მაშინ ხო შეიძლება უნდა გაიწმინდოს, მაგრამ თუ მაგას ვუყურებთ როგორც ბუნების რაღაცა პატარა ადგილს, სადაც შეიძლება ბუნება შენარჩუნებული იყოს, მაშინ ძალიან ფასეულია აი სწორედ ეგეთი ტერიტორიები. ეს არის ჭალის ტყე ტიპიური საქართველოს და რა ტყე-პარკი, ხო? არა ტყე-პარკი, ნუ ტყე-პარკი რაღაც ისეთი რუსული საბჭოთა ტერმინია, რომელიც ავტომატურად შემორჩა საქართველოში, არ ვიცი. დაცულ ტერიტორიების სისტემაში საერთოდ არ არის ეგეთი ტერმინი, მაგრამ ყველა იყენებს ავტომატურად. დავხედოთ ამას ადამიანის თვალსაზრისიდან. რატომ უნდა იყოს საერთოდ დაცული ხელუხლებელი და სარეკრეაციო ზონები? ქალაქში ან ქალაქთან ან ცალკე. პირველი აი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები იყო ჯერ კიდე აი წარმართ კულტურებში. წმინდა რაღაცა ტყე ან წმინდა მთა, რომელიც ღვთაებისგანაა მიძღვნილი. ხო? სადაც არ შეიძლება ნადირობა, არ შეიძლება ხის მოჭრა, არ შეიძლება არაფერი შედიხარ და იმ ღვთაების ტერიტორიაზე ხვდები. რატო არის ეგ კარგი რაღაცა? რატო არის ეს ფასეული? როცა ადამიანი ხვდება ტერიტორიაზე, სადაც მას აი განმარტების მიხედვით არ შეუძლია არაფრის მოპოვება, შები შენ თავთან და რაღაც უფრო ღრმად შეგიძლია შენ თავს შეხედო. საკუთარ თავს რაღაცაზე, ეს თქვათ, სიმართლე უთხრა შენ თავის შესახებ და უცბად რაღაცა ახალს აღმოაჩენ შენს შინაგან სამყაროში. ეგეთი ადგილები თუ არ იქნება, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები წავალთ და ჩვენ თავში ჩავხედავთ, იმიტომ რომ აქ არაფრის მოპოვების საშუალება არ აქვს, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ჩვენ თავთან დავრჩეთ და ბუნებასთან. ძალიან ბევრ რაღაცას ვკარგავთ, მაგრამ ინვესტორს ამაზე ამ რეჟიმს ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მათთვის ეს არის რესურსი. აქ მოიპოვებენ თავის რესურსებს. მოზამთრეები არიან. ყოველ წელს პოულობენ ადგილს, სადაც შეუძლიათ გამოიზამთრონ. ანუ რჩებიან ესენი. რჩებიან, კი. რაღაცები იყინება, რაღაცები არ იყინება ზამთარში. მაგალითად, აი თბილისის სრული ეგეთი არის ერთი ლისის ტბა, რომელიც არ იყინება მეტწილად, მაგრამ იყინება ნაწილობრივად. ეს ადგილები ზოგჯერ 10,000-ობით უწევთ ერთად გაჩერება, როდესაც დიდი წყლის ფართობები გაიყინება ხოლმე და უცბად შეიკრიბებიან. ამიტომ ძალიან ბევრი ეგეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც შეუძლია ფრინველს გაჩერდეს ზამთარში. ეს ტყე-პარკი მტკვრის ჭალის ტყის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს ჭალის ტყე, რომლის როლი შეუცვლელია ბიომრავალფეროვნებისთვის და გარდამავალი ზონაა წყლისა და ხმელეთის ეკოსისტემებს შორის, გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავს. ის დღეს ამ ტერიტორიაზე არსებული უძველესი ჭალის ტყეების ბოლო ფრაგმენტია. მდინარისპირა ჭალები პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ეკოსისტემაა, რომლის გადარჩენაზე ფიქრობენ ყველგან. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ტყე, რომელიც გადაურჩა გამყინვარებას. ეს არის ტყე, რომელიც
არსებობდა, არ ვიცი, მე ახლა ვერ ვიტყვი, როდის ჩამოყალიბდა ეს მცენარეების მრავალფეროვნება, რომელიც იქ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიოცენის ბოლოს ის უკვე იყო, არა, მიოცენის ბოლო ეს არის სადღაც 7-6 მილიონი წლის წინ. ყველამ ვიცით, ესე იგი, ლეგენდა თბილისის დაარსებაზე, ხო? რომ ვახტანგ გორგასალმა თითქოს მოკლა იქ ხოხობი, რომელიც მოიხარშა, მაგრამ რეალურად ნადირობა ხოხობზე ეს არის სწორედ ჭალის ტყის ამბავი. ანუ რეალურად ხოხბები ჭალის ტყეში ცხოვრობენ. 1921 წელს ბოლო ვებხვი მოიკლა თბილისის მიდამოებში. ესე იგი, სწორედ ჭალის ტყე იყო გავრცელების გზა, მარშრუტის გზა ვებხვისთვის და შესაბამისად მთელი ამ კომპლექსი ორგანიზმებისთვის ცხადია, რომ ვებხვი უკვე გადაშენდა, ესე იგი კასპიური და ამას ვერაფერს ვერ უზამ, იმიტომ რომ ადამიანი არის აქ, მაგრამ აქ არის ასევე გარეული ღორი, აქ არის ამ ჭალის ტყეებისთვის ტიპიური ირემი, არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება ფრინველების, არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება ქვეწარმავლების და ამფიბიების, მათ შორის მოწყვლადი სახეობები არის, მაგალითად ცირიული მყვარი და ესეთი მსგავსები და დღეს ეს ჭალის ტყეები არიან ესე ფრაგმენტარულად ივრის გასწვრივ, მტკვრის გასწვრივ, მათ შორის ალაზნის ქვედა დინებაში და მსგავსი. რა შეიძლება მოუვიდეს ტყეს ისეთი მასშტაბური მშენებლობისას, როგორცაც გეგმავს ამ ადგილას კომპანია Eagle Hills-ი. ვინდა რა გადარჩება და პირიქით. მე ცოტა ეჭვიმე პარება იმაში, რომ იქ იქნება რაღაც სპეციფიკურად გათვალისწინებული ის, რომ შემორჩეს ეს ჰაბიტატები, თუნდაც მცირე ზომის ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, მწერებისთვის, რომლებიც იქ არიან. წარმოიდგინეთ, ეს არის მათი ჰაბიტატი, მათი საცხოვრებელი ადგილი და ის ისპობა მათ. აღარ რჩებათ გამრავლების ადგილები, აღარ რჩებათ ადგილები, ესე იგი იმისთვის, რომ საკვები მოიპოვონ და ასე შემდეგ. წყალმცურავი ფრინველებიც არის იქ, არ ვახსენე აქამდე. ისინი ალბათ უბრალოდ წამსვლელები არიან იქიდან დიდი ალბათობით იმ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ სანაპირო ზოლში ლერწმნარია ეს თქვა ლერწმები, რომელიც არის ის თუ გაანადგურეს სამწუხაროდ ადამიანს აქვს ამის ტენდენცია. ხო, გაუძლებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაუძლებს ეს ტბორის ბაყაყი, ან ყველაფერს გაუძლებს კოღო მაგალითად, რომელიც ალბათ შეაწუხებს მერე იმ ადამიანებს, ვინც იქ დასახლდება, ხო. ჭალის ტყეები ვერხვებით, ჭალის მუხებით, ნეკერჩხლებით, ქაცვით, ლიანებით. საქართველოში გვხვდება მტკვრის, ივრის, ალაზნის, ქციის ქვემოწელის გასწვრივ. ისინი შეუცვლელ სამსახურს უწევენ ეკოსისტემას. მაგალითად, ჩრდილი, რომელსაც ქმნის ხეები, აგრილებს დინარეს და საშუალებას აძლევს თევზების სახეობებს, რომ იქ გამოიყენონ დინარის ეს მონაკვეთი საქვირითად, ანუ სატოფოდ. ჭალის ტყე არიდულ ეკოსისტემაში იგივეა, რაც ძუძუმწოვარ ორგანიზმში, თქვა ჩვენთ ორგანიზმში სისხლის სისხლძარღვები. ფაქტობრივად სასიცოცხლო ენერგია მოაქვს ამაზე. კიდევ ჟანგბადი, ნახშირორჟანგი შემცირება, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება, თევზი, მერქანი, სარწყავი წყალი, ჭალის ტყეები სახეობათა მიგრაციის კორიდორიცაა. ან უბრალოდ ადგილი ეკოტურიზმის და დასვენებისთვის. ეს ყველაფერი სარგებელია, ხანდახან უხილავიც, რასაც ადამიანი ბუნებისგან იღებს. საქართველოს მოსახლეობის ნახევარის წყლით მომარაგება დამოკიდებული არის იმაზე, როგორ იქნება ჯანსაღად შემონახული არაგვის სათავეებში ტყეები. აი ეგ არის და მორჩა რა. ამ ეკოსისტემური სერვისებისგან მიღებული სარგებელი კი დღეს მსოფლიოში 125-დან 140 ტრილიონ დოლარამდეა შეფასებული. ეს 1.5-ჯერ მეტი არის, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკა ღირებულება არის. წარმოიდგინეთ ახლა, რასაც ადამიანი აწარმოებს, იმაზე 1.5-ჯერ მეტს ვიღებთ ბუნებისგან, მაგრამ არ ვითვლით ამას. სამაგერო ძალიან მარტივად ვანადგურებ. მსოფლიომ დიდი ხანია გადაწყვიტა ამ პროცესის შეჩერება. ევროპული მწვანე შეთანხმებით 2050 წლამდე სრულად უნდა აღდგეს ევროპის დაზიანებული ბუნება. მათ შორის ჭალის ტყეებიც. 2030 წლისთვის მწვანე ადგილების დანაკარგი 0-ს უნდა გაუტოლდეს.
აღმოჩნდა რომ თითოეული евро გადახდილი ლანდშაფტის აღდგენაში, ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენაში, შემდეგ მოაქვს სარგებელი 4-დან 38 ევრომდე. ანუ ჩვენ რო აქ სიტყვაზე დავხარჯოთ 1000 евро ტყის აღდგენაზე, ცოტა ხანში მივიღებთ 38000 ევრომდე სარგებელს, იგივე სხვადასხვა ეკოსისტემურ სერვისების გაუმჯობესების ხარჯზე, როგორც არის ადამიანების ჯანმრთელობაზე დახარჯული ნაკლები თანხა, იგივე რეკრეაციული შესაძლებლობები, შემოსავლები ბერდ-უოჩინგიდან და სხვა ეკოტურისტული საქმიანობებიდან, მიწის ნაყოფიერების გაზრდა და იგივე თქვათ, არ ვიცი, თევზის გამრავალფეროვნება მდინარეში და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა სარგებელი არსებობს. ამიტომ აღდგენა არის მომგებიანი ყოველთვის. ამ ჭალის ტყეში 5 ტბა, სხვადასხვა სახეობის თევზით, კობრი, ამური, კარასი. ეს მეთევზეების საყვარელი ადგილიცაა. სპორტსმენი მეთევზის ლევან თასოშვილის ბავშვობის ყველა მოგონება სწორედ ამ ადგილებს უკავშირდება. აი ხა ჩვენ სადაც ვდგავართ, ხო, აქ წყალი იყო დაახლოებით 4 მეტრა, 5 მეტრა ზემოთ, აი წყალი იდგა სულ. აი რაც ავტობანი გაკეთდა, ეს თბილისის რუსთავის ავტობანი, ამბობენ მაგან იმოქმედავა, იმიტომ რომ ნაკადული შემოდიოდა, ის ნაკადული გაწყდა, გრუნტის წყლები გაწყდა და ძალიან იკლებს დონე ამ ბოლო წლებში. აი ხა ამ წუთას დიდი ხანი არ ყოფილა და ამ წუთას რაც არის შემოდგომის მიწურული ძალიან დაბალი დონეა რა, აი ხა ამას ვეძახით ბოლო ტბა, სამ რუსთავისკენ უკიდურესი რომელიც არის, ეს ბოლო ტბა არის. თბილისისკენ პირველი ტბა, მეორე და მესამე ტბაში, როგორც ვიცი, ლიფსიტები გაუშვა ველური ბუნების სააგენტომ ამდენიმე წლის წინ და მან თევზაობა აკრძალულია ბოლო ტბაზე და კოშკის ტბას რო ვეძახით ცოტა ზემოთ არის, მანდარი თევზაობა დაშვებული, დაიჭრა გაუშვის პრინციპით. ნუ ჩვენ ახლა მაინც ისედაც სპორტსმენები ვართ, ვიჭერთ უშვებ ძირითადად, მაგრამ ჩვეულებრივ მოყვარული მეთევზე ძალიან ბევრი დადის რა, ძალიან პოპულარული ადგილია. აქ უამრავი ტურნირი ჩაგვიტარებია სემინარები, საგანმანათლებლო, საქართველოს ჩემპიონატის რაღაც ეტაპები ჩატარებულა აქ. ეს კაი ზომა. აი ბიჭებო და გოგოებო. აი ესეთი წერი. სამადგილებს მე ვიცნობ ბავშვობიდან, აქვე ახლოს ცხოვრობ 5 კილომეტრში დაახლოებით და მთელი ბავშვობა, ბავშვობის ნახევარი აქ გავატარე, ნახევარი გურიაში და ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი იყო. ნუ ეხლა რაც არის, ბევრად უფრო დიდი ტყეები იყო, ნადირობა აკრძალული იყო, შველი დადიოდა აქ, გვინახავს შველი, კოლხური ხოხობი იყო, ძალიან ბევრი კურდღელი გვინახავს. ველური ბუნების სააგენტოს რო გადაეცა, ძალიან გაგვიხარდა, სხვათა შორის ვიფიქრეთ, რომ აი, ვიღაცა კორპუსს არ ააშენებს. სინოდვილეში კორპუსს კი ქალაქს აშენებს. თურმე. ზოგადად ბუნებაში აი ესეთი უხეში ჩარევა, აქ რო აშენდება ის ხო მოიჭრება ის ხეები, ის აღარ იქნება რაც არის. ეს უკვე ფაქტია. ეს აღარ იქნება ის ხელუხლებელი მტკვრის ჭალები რაც ახლა არის. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მეთევზე, არა მარტო ბუნების მოყვარული ყველასია, ხო, ეს ტყე აღნიშნე, რომ აქ ხალხი დადის, ზოგი ფოტოსესიისთვის, ზოგი უბრალოდ ჩიტებს აკვირდება, ზოგი პიკნიკზეა და ისვენებს და ყველა საზრუნავია და ყველა უნდა მოიღოს ხმა, რომ იქნებ უშველოდ ამ ლამაზ ჭალებს. ეხა დისკუსია არის წყლის ნახვა, იმიტომ რომ რაღაცა ვიცით რენდერი, რაღაცა ვიცით განკარგული, იმის შესახებ არაფერი არ ვიცით და რაღაც ყველა ჩვენთველ თვალსაზრისს ვამბობ და თვალსაზრისები კი არ უნდა ვაჯიბროთ კონკრეტულ კვლევის ანალიზები. ეს კვლევა არ არსებობს. შემიძლია მკურნალობის პროცესს შევადარო რა. ექიმთან რომ მიხვიდე და გითხრან რომ აი ხვალ შენ გიკეთებ ოპერაციას და ოპერაციის წინ უმაღლეს სტანდარტები ჩაგიტარებ ანალიზს, გჭირდება თუ არა ოპერაცია. მაგრამ ოპერაციას ყველა ვარიანტში ჩაგიტარებ. იქნებ კაცო მედიკამენტოზურ მკურნალობა მჭირდება, იქნებ საერთოდ არავად, ხო? მაგრამ გეუბნება, არა, შენ აუცილებლად ხვალე, აი გალესილი მაქვს სკალპელი უკვე მორჩა, ხვალე გჭრი, მაგრამ ნუ წინასწარ მაინც გაგიკეთებ უმაღლესი ლაბორატორიის კვლევას
რომ გავიგოთ მართლა გჭირდება თუ არა ოპერაცია. ეხლა სისულელე გამოდის, ხო? არაბული ინვესტიციების ამბავმა ბოლო დროს ჭალის ტყის სტუმრების რაოდენობაც გაზარდა. ბევრს ცნობის მოყვარეობა მსლია და ეს ადგილი პირველად ნახა. ძველმა სტუმრებმა აქ ყოფნას მოუხშირეს. ვიღაცისთვის აქაურობა მეორე სახლია და აქ სიარულიც ცხოვრების ნაწილი. ზოგი ამ ტყეს ყოველდღე აკითხავს, თითქოს დაარაჯობს. თუმცა ყველა ერთნაირად შიშობს, რომ ამ სივრცის დაკარგვა, როგორც თბილისის, ისე რუსთავის, ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დააზიანებს. ახლო უბანში ვცხოვრობთ, მაგრამ საგანგებოდ მოვდივართ ახლა უფრო მეტად. მანამდეც დავდიოდით და მთელი ცხოვრება, მე ახლო ტერიტორიაზე ვარ გაზრდილი და თითქმის ბავშვობიდან მახსოვს ეს გარემო. და ყოველთვის იყო იმის საშუალება, რომ ბავშვები გამოსულიყავით, მერე ჩვენი ბავშვები მოგვეყვანა. კარგი დასასვენებელი ადგილი არის. გარდა იმისა, რომ მე მგონი ეს არის გარემო, სადაც რომელიც ამარაგებს თბილისის ნაწილს და რუსთავის ალბათ ნაწილს თუმთლიანად არა, ჟანგბადით. ამის გარდა სივრცე არც რუსთავს არ აქვს, არც ქვემო ტერიტორიაზე თითქმის 2 ჭალამდე არ არის მე მგონი. და იმედია, რა ვიცი, შევინარჩუნებთ. ჩემი სურვილი ყოველ შემთხვევაში, როგორც ერთი მოქალაქის, ერთი ადამიანის არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ეს გარემო.